ცაში ვარსკვლავი კაშკაშებდა. სამმა ბრძენკაცმა დაინახა ვარსკვლავი და იფიქრა. რას უნდა ნიშნავდეს ეს ვარსკვლავი? რას და იმას, რომ ახალი მეფე დაიბადა. ბრძენკაცები ახალი მეფის საპოვნელად გაემართნენ. იერუსალიმში რომ მივიდნენ, პირდაპირ მეფე ჰეროდეს სასახლეს მიაშურეს. სად არის ახალი მეფე, რომელიც იშვა? მეფე ჰეროდე ცუთხასიათზე იყო. რას ამბობდნენ ისინი? რა ახალი მეფეო? ჰეროდე ხომ თავად იყო მეფე. ბრძენკაცებმა თავი მოიხარეს მეფე ჰეროდეს წინაშე. კაშკაშა ვარსკვლავს გამოვყევით აღმოსავლეთიდან, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა. ახალი ვარსკვლავი იმის ნიშანია, რომ ახალი მეფე იშვა. იუდეველთა მეფე. ამან მეფე ჰეროდე კიდევ უფრო გააბრაზა. მაგრამ ბრაზი დამალა და ჰკითხა ბრძენკაცებს. იცით, სად არის ღვთის მიერ მოვლენილი ეს ახალი მეფე, რომელიც იშვა? ბეთლემში. კარგი ამბავია. მითხარით, როცა იპოვით ახალ მეფეს ბეთლემში, მეც მინდა რომ თაყვანივცე მას. სინამდვილეში, მეფე ჰეროდეს ეშინოდა იმის, რომ ეს ახალი მეფე სამეფო ტახტს წაართმევდა და გადაწყვიტა ახალშობილის მოკვლა. სწორედ ამიტომ მოატყუა ბრძენკაცები, რათა ახალი მეფის ადგილსამყოფელი გაეგო. იმ ღამით ბრძენკაცებმა კიდევ იხილეს ვარსკვლავი, რომელიც ბეთლემში ერთი გომურის თავზე გაჩერდა, სადაც იესო იწვა. როგორც იქნა, ვიპოვეთ ახალი მეფე. ბრძენკაცებმა მუხლი მოიყარეს ახალშობილი იესოს წინაშე და საჩუქრები დააწყვეს მის წინ. აი ჩემი საჩუქარი, ოქრო. აი ჩემი საჩუქარი, გუნდრუკი. აი ჩემი საჩუქარი, მური. სამი ბრძენკაცი უკვე შინ დასაბრუნებლად ემზადებოდა, როცა ანგელოზი გამოეცხადა მათ სიზმარში და უთხრა. მეფე ჰეროდე, ახალშობილი იესოს მოკლას აპირებს და მასთან არ დაბრუნდეთ. მეფე ჰეროდეს ეშინოდა, რომ ახალშობილი იესო გახდებოდა იუდეველთა მეფე და ამიტომაც ბრძანა, რომ ბეთლემში 2 წლის ასაკამდე ყველა ახალშობილი დაეხოცათ. ახალშობილი იესო, მარიამი და იოსები უკვე წასულნი იყვნენ ბეთლემიდან. ისინი გაექცნენ მეფე ჰეროდეს რისხვას. ბრძენკაცებიც აღარ მისულან მეფე ჰეროდესთან. ისინი უსაფრთხოდ დაბრუნდნენ შინ.